Ში ძილი არ მინდა იმიტომ რომ ჩემ სახლში მარტო არ ავთო არ მეზობლებს ვახსოვარ გუში ხოვაგინე დედის ტრაკი პონი ბაგი ჩემ სახლში მარტო არ ავთო არ მეზობლებს ვახსოვარ გუში ხოვაგინე დედის ტრაკი პონი ბაგი ჩემ სახლში მარტო არ ავთო არ მეზობლებს ვახსოვარ გუში ხოვაგინე დედის ტრაკი პონი ბაგი ჩემ სახლში მარტო არ ავთო არ მეზობლებს ვახსოვარ გუში ხოვაგინე დედის ტრაკი პონი ბაგი სახლში მარტოა რაც წინა ვიდეოში თქვი, ის ავასრულე. ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ წინაც გავაგანიერებთ და ვამპირებსაც შევცვლით რა. ბოლომდე არ ამისრულებია ჯერ, მაგრამ პირველი ნაბიჯია რა. ჩამოგვივიდა ჩვენი white body-ს 500-ის body kit-ი. რა თქმა უნდა არის fiberglass-ის, მაგრამ კაი ხარისხის ჩანს რა. აი. ეს არის ჩვენი ბამპერი, ისე ფერიფერში კი დგას უკვე, ხო იცი? აღარც მოუნდება, არც შეღება, არც მეტაკრა. ჩამოგვივიდა გვერდით საით გერდები, ეს დაბლერას უყენდება. აღარ ჩამომიღია უბრალოდ. ეს არის ჩვენი ფენდერები, გამოწეულები და წინა ბამპერი. როგორც ისეთ უკანა ფენდერები მეტალის არის და მაგებს მისვარკება მოუწევს რა. რაც შეეხება ამ წინა ფენდერებს. ესე იგი, ესე არ ვაპირებ რა დაყენებას. იმიტომ რომ აი ეს ადგილები ყოველთვის რა, აი 99%-ს fiberglass-ისას საზორები არ უარგა ხოლმე რა. ცელკაზეც იმდენი ვიწვალე და ბოლოს კი გამოვიდა კარგად, მაგრამ ისე არ იყო როგორც თქვა ორიგინალი რა. ხოლმე რას ვაპირებ მე? აი ესე, სადაც გამოწეულია უკვე, აი ესე მოვჭრი და შევეცდები რომ მივაკერო ამ ჩვენს ორიგინალ fenders. ამ შემთხვევაში ეს ზაზორები არ დაიღვევა და ჩემი აზრით უფრო მყარიც გამოვა რა. ნეტა შემეძლოს ეხლავე დაშლა მანქანის და დაწყება რა. მეცოდინება მაინც რომ აი უკვე დაშლილია და white body უნდა დაყენდეს, მაგრამ არ შემიძლია, იმიტომ რომ სადღაც 2-3 დღეში უნდა გავიკეთო ფეხის ოპერაცია და მე ალბათ რამოდენიმე თვე ვერ ვიქნები რა ისეთ ხოძზე, რომ მაგალითად დავიწყო მანქანის დაშლა და მე ავაწყო. ამიტომაც ჯერჯერობით მოიცდის რა, რაც მთავარია body kit-ი გვაქვს. ეგ იყო მთავარი. ამის მერე უკვე დროის საკითხია რა, დაშლა, მიყენება, ორგება, მერე შეღება ან ფირის გადაკვრა. ეგ უკვე ადვილი საქმეა რა, დროს მოითხოვს, მაგრამ იგივე პროცესია რაც CLK-ზე გამოვიარეთ რა. კი ვთქვი რომ ესეთ პროექტს მართლა აღარ გავაკეთებდი, აი მაქსიმუმ ძრავში ტურბოს დავაყენებდი, ცოტას გავასწრაფებდი, უბრალოდ მეღადავა რა, მანქანით, პროსტა მიაჭერ, ისიამოვნე, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი. ხო და როგორც ხედავთ, ფაქტის სახეზია, ეს განიერი ფენდერები ჩამოვიდა და მე მგონი რომ აი მაგრად მოუხდება რა. შეიძლება ვიღაცებს ყავს ეს პროექტი, მაგრამ ესეთი პროექტი ტურბოთი და white body-თ, მაგრამ ხშირი ნაღდად არ იქნება რა. აუ, შათვის ის მოყოლილი მაქვს, მაშინ იმას რო ვეგაზავე. ვის? ბიჭო, იმას რო ვეგაზავე. აი, მოდი დავждეთ და короче, ხო ჩავაჭირეთ რა 1 2 3 გადახტა რა, ერთი ნახევარი корпуსით გაყო რა. მე ამ დროს ბუქსავ, იმიტომ რომ ბუსტი მაღალზე მიყენია 25 საიზი არის ეგრევე რა და მე ამ დროს ბუქსავ და ნახევარი корпуსით გაყო თუ არა, მეთქი შესაწაფა ხوار გადაო და მივეცი ეგრევე მესამე და ურო დაიწყო ამ ტურბომ წუილი. короче, ერთი 260-მდე მივდივარ და მე უკვე ხოხტები ერთ 3 корпуსით წინ გავარ უკვე აუში რა, რა ფონტი ამეთი, მაგრამ ტიპა ჩამიქროლა რა, ეხლა მე უკვე აუში და იმას მაინც გაზზე ეთქა ფეხი და ტიპა ჩამიქროლა და რას მეუნება ხო, გაგასწარი. მეთქი ის გააწარი, შენ აბოზარო და ვატაკე ეგრე.
კახური ჭაჭა ვერ არის, მაგრამ გრადუსი მაინც აქვს. რაღაც ექსპერიმენტები უნდა ჩავატაროთ ჩვენს ციმციმა სენსორთან დაკავშირებით რა წინაზე ხო გვაძლევდა ხოლმე რაღაც პრობლემებს და ეს არის i85 is it 85? ეს არის i98 ანუ მაღალ გრადუსიანია რა ხო და ჩავასხავთ და ვნახავთ თუ უშველის რამეს ექსპერიმენტია მთელი მანქანა ექსპერიმენტია და ეს რაღა არის აბა წავიდა მე მეგონა ოპერაციამდე მოვასწრებდი მანქანის გატესტვას თან გაჭრეპილი მყავდა i40 მესხა მეთქი ვსიო ამ მომენტში ისე წაიღებს ვაი მე რა ეხლა უნდა დაეწერა ისეთ დროები რასაც ალბათ რავი არასდროს არ დაწერდა რა ისე ჯანზე იყო მაგრამ ვერ მოვასწარი ცუდი ამინდები იყო ყინვა თოვლი რავი ყველაფერი ეხლა დაემთხვა მოვიდა ჩვენი ოპერაციის დროც 124-ს ჩამოვიდა ნაწილები და ახლებს დავაყენებთ მეც დავიყენე ახალი ნაწილი, აი, აქ ზუსტად. გამომიცვალეს მენჯიქვია, ხო? მე აი აქ რო არის რა ძვალი ესე. ამაში რო ტრიალებს რა. როგორც იცით, ნუ არ გესოდინებათ, საიდან გესოდინებათ, არ მithქვია. 2-3 თვის წინ დავამთავრე ქიმიები, რომლებსაც 2 წელი ვიკეთებდი ყოველ კვირა. და ამ ქიმიებმა და წამლებმა გაანადგურა ეს თლიანი სხეული. და ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ამ შემთხვევაში ძვლებს, გადამებს, სადაც აი ესეთ გადამები, სადაც არის მუხლები, კოჭები, ეს გვერდები, ხო და აქეთ აგვერდი იყო ძალიან ცუდად რა. უკვე ძვალზე იყო დაყვანილი და ეს არ უმჯობესდება, რა თავისით არ უმჯობესდება, ხო და საჭირო იყო ოპერაცია. ჩამიყენეს ტიტანიუმის stage 2 ნაწილები, ტიტანიუმი და პლასმასი რა. გუშინ გავიკეთეს სხვათა შორის, წესით არ ცნო იყო გამოსული. უნდა ვიწვე, მაგრამ რა გამოვედი. ხო და მარჯვენასაც დარხეული აქვს და რავი, ამას ალბათ მომავალში გავიკეთებ რა. მაგრამ მარცხენა ძალიან მტკიო და ძალიან ლიმიტირებულს ხდიდა რა ყველაფერში, ყოველდღიურ აქტივობაში. ყველაზე მაგრამ ის გამიტყდა რომ ვერ გავტესტე. დაბეთქებული 40 მყავდა. აი მე ახლა რა სიზავდა? პირველი ბუქსავ, მეორე ბუქსავ, მესამე ბუქსავ. თან ბოდიკიტიც დასაყენებელი გვაქვს. როგორც კი აი ეს ფეხი გასწორდება, ახლა არის ცოტა კი კარგად დაჭიმული არის. აი აქ მაქვს ერთი 15 სანტიმეტრიანი გაჭრილი და რკინებით არის ჩაკეტილი რა. და უნდა შეხორცდე, სადღაც 2 კვირა უნდა. მე ავიძრობ, ისე უნდა მივიდე კლინიკაში, რომ ამაძრობ რა ეს რკინები. და მე უკვე ყველაფერი წინ და წინ იმედია და არაფერი არ გამოხდება კიდე რა. მანამდე ჩვენ ეს ყავს არ ვიცი რა ფირმაა, მაგრამ თოლში მაგრა დადის რა. ამასაც სტოკს რა თქმა უნდა არ დავტოვებთ. საცაგინდა ტრინონები. საცაგინდა. ემის კოვრიკებით. ემის გამებით. რაღაცას უზავთ რა, შკივი დაყენდება, დავაყენებთ. უსს დაუწევთ რაღაცას რა. ხომ ესეც იმედია ერთ კვირას მეტი არ დამჭირდება. ისედაც ნუ გარეთ ჭირდება სახში, დავდივარ ხოლმე რა ესე კოჭლობით. ხო და ესე რა. გზელი ვიდეო მინდოდა ჩამეწერა, მაგრამ როგორც ხედავთ, მე მგონი кайხანი ვერ ჩავწერ. აი ამის გამო. ხო და ჯერჯერობით გეცოდინებათ მაინც რა მდგომარეობა ჩემსკენ რა. ბევრი მიწერს ხოლმე ამ კლინიკურ ამბებზე რა ხდება და როგორ ხდება და მე დაგაინტერესებთ ცალკე ვიდეოს ჩავწერ ამ 2 წლიან ესე ვთქვათ ქიმიების გამოცდილებაზე რა და როგორ იყო. ეხლა კი დაგემშვიდობებით, კარგად იყავით. ისე მანქანები რო ჩავყარე სუსუ თავიდან, რომელი იყო თქვენი ფავორიტი, ეგ დააკომენტარეთ. მე სიმართლე გითხრათ, ძველი მერსედესები რო იყო, მაგათ გარდა არაფერი არ მომეწონა. GT-დი არ მოგეწონა? What the fuck is wrong with you, bro? You ჯართის გროვა რო ყავს ტივიდან და დაიწყე. I don't give a fuck, bro. კარგად იყავით, მეგობრებო. ყველაფერი კარგი თქვენსკენ და აბაჰეთ და აბაჰოთ.
შეგძენი ვილაპარაკა ისე მან ჯართის გროვა მერსედესზე ბაზრობს ტიპი მე. მე მეუბნები? ხო, ბაბა ვისვეუნები. რა ჯართის გროვა? შენი მერსედესი. ბიჭო, ხელი არა ვიდაარტყა. ისე ასწორებს არა, თეთრი პლიაჟი, ცისფერი წყალი, მზე, იგი პალმები. ამას მაინც იცი რა მერჩევია. ეფათით ვაჟაზე. გოგოებთან ერთად.